ხომ სერიოზულად გეუბნებით, მე ვარ ახალგაზრდა სხეულში ჩასახლებული ბიძა კაცი. ან მე ვარ ადამიანების რომელი კატეგორია იცი? არა, ბიძა, საქართველოს ქართველები ვართ, რაც ვართ აგროკულტურა, ბიზნესი და ბუნება და აი ზუსტად ეს ადამიანი ვარ მართლა. საფრანგეთში ვსწავლობდი, ხალხი ხუმრობდა კიდეც, რომ საქართველოს მეტი ვისწავლოთ თუ საფრანგეთზე, იმიტომ რომ ენას არ ვაჩუმებდი. სულ საქართველოს გამიდია და რამდენჯერ წავედი, იმდენჯერ ჩამოვედი. ვიზა 1 წლიანი მქონდა, მოთხოვილი 2 წლიანი მქონდა, 2 წლიანი მომთხოვა 3 წლიანი მქონდა და აიქეც არ მაინტერესებდა. ჩამოვდიოდი როგორც კი იმ საქმეს დავამთავრებდი, რისთვისაც ჩავედი და ის ვიზა იდო თავისთვის იქ. ამას ახლა რატო გიყვებით, რომ მე ვარ ადამიანი, რომელზეც აი წერენ კიდეც, რომ ვარ ბე არ წავა საქართველოსთან, კაცო ბეას საქართველოში იცხოვრებს და მეც ესე თავს ვიგიჟებ და მთელ ამბებში ვიყავ. რაც ჩამოვედი და ცოტა სტაბილურად აქეთ ვარ და ასაკითაც უფრო გავიზარდე, ხო? ვამჩნევ ქართველებში თვისებას, რომელიც აქამდე ან არ შემიმჩნევია, ან უბრალოდ ეხლა დაეწყოთ და მე მგონია, რომ არ შემიმჩნევია უბრალოდ, ხო? იმიტომ რომ ესე მასიურად ხალხი არ შეიცვლებოდა. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ფონი, ეკონომიკური კრიზისი, ყველაფერი ხდება ეხლა საქართველოში. მაინც და მაინც მაგ პერიოდში ჩამოვედი მე, რა იცოდეთ, აი ყველაფერი რა ხდებოდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხალხს მოქმედებს, მაგრამ არ დამიწეროთ, რომ აი მარტო ხარაქნან ხალხს უჭირთ. არა, მე ვურთიერთობ ხალხო, აი ძალიან მდიდარიდან დაწყებული, საშუალოდ გაგრძელებული, ძალიან ღარიბთ დამთავრებული, საერთოდ ყველაფენასთან ვურთიერთობ. და ამ ყველა ფენას ერთი თვისება აერთიანებს და სწორედ ამიტომ ამ მომენტში შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ქართველების თვისება. და ეს არის სითავხედე. ეს არის აბსოლუტური და უნიკალური სითავხედე, რომელიც უნდა შეისწავლო და მეცნიერული ნაშრომები წერო. მართლა რომ მკითხო ერთი თვისება, რაც ქართველებს აქვთ, რაც აერთიანებთ, ვიტყოდი სითავხედე. ეს ალბათ უფრო მეტად ამჩნევ ამ თვისებებს, რაღაცა უფრო გაზრდილი რო ხარ, ან სხვა თვალით რო უყურებ შენ ქვეყანას, უბრალოდ მართლა ხალხო ტაქსის ცხოველით დაწყებული, კონსულტანტით გაგრძელებული, მარკეტოლოგით გაგრძელებული, სოცმედიათი გაგრძელებული, მასწავლებლით, ექიმით, იურისტით, ბიზნესმენით არ აქვს მნიშვნელობა. ესეთი თავხედი ხალხი თუ მენახოს სადმე და დამერწმუნეთ მე ვიცნობ ყველა კონტინენტზე მინიმუმ 50 ადამიანს, ძალიან კონტაქტური ადამიანი ვარ და ყველა ქვეყანაში მინიმუმ 10 ადამიანს. ესეთი სითავხედე მე აი ჩილე, მადაგასკარი, ჰაიტი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, კორეა, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ყველა ქვეყნიდან ვიცნობ, ყველა კონტინენტიდან ვიცნობ. ვიღაცას ესეთ თავხედი ხალხები მართლა არ მინახავს არსად, აი ცოტა გავაგნებული დავდივარ რაღაცნაირად ვაკურებ, უხშირად ვუყობ ხოლმე დედაჩემს ამ ყველაფერს, რასაც გადავაწყოთ და გუშინ ვიყავდი გაგიჟებული და მეთქი TikTok-ზე უნდა მოვუყვა ხალხს, თქო საქართველოში თავხედი ხალხია. ერთი აი ქვემოთ ჩაშოვებული უპეები თვალების და მეორე სითავხედე ხალხო ეს გვაერთიანებს ყველას. ეგო გვაქვს? არ ვიცი. თუ გინდათ აი დეტალურად მოგიყვებით ისტორიებს, რომელიც მაგიჟებს. მაინც ყველაზე მეტად მიყვარს ეს ერი, მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი რაც მგონია რომ აქ ყველას არის სითავხედე.